წინასწარმეტყველი დიდი აღდგომილ არს ჩვენ შორის და რამე თუ მოხედნა ღმერთმა ერთსა თვისსა. ამგვარი ხმები გავრცელდა მას შემდეგ, რაც უფალმა ნაიანელი ქვრივის ერთადერთი ვაჟი მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობიდან მე-19 კვირას ლუკას სახარების საკითხავით გვახსენებს წმინდა ლიტურგიაზე. 23 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა აღასრულა ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. თანამსახურებდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი. ლიტურგიის დასასრულს საქართველოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს. იგი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დილით ადრე დაბრუნდა და მისი ქადაგება ძირითადად სწორედ ამ ვიზიტს შეეხებოდა. უწმინდესმა და უნეტარესმა დააჯილდოვა სასულიერო პირები. სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისა, ჩვენთან არის ღმერთი. დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო. ესე იგი, თუ დიდებას მიიღებს ადამიანი, მას უნდა ახსოვდეს, რომ ეს ღვთისაგან ბოძებულია და სასაცილომდე, ესე იგი, ყველაფერს რო დაკარგავს, ერთი ნაბიჯიაო. მე მინდა უპირველეს ყოვლისა შეგახსენოთ, რომ დღეს 4 საათზე ჩამოვედით, დილის 4 საათზე ჩამოვედით კონსტანტინეპოლიდან. კონსტანტინეპოლში თქვენ იცით იმყოფება მსოფლიო პატრიარქი, იქ არის მისი რეზიდენცია. კონსტანტინეპოლი იყო დაარსებული მე-4 საუკუნეში კონსტანტინე დიდის მიერ, იმპერატორის. და ადრე იმპერატორები იმყოფებოდნენ რომში. რომში დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა კონსტანტინე დიდს და გადაწყვიტა, რომ სოფელი ბიზანტია ყოფილიყო საწყისი ამ დიდი ქალაქის კონსტანტინეპოლის. ეს იყო მართლა დიდებული ქალაქი. ეს იყო განათლების ცენტრი, კულტურის ცენტრი და დღეს ეს არის უფრო დიდი ქალაქი, მაგრამ ეს გეგონება რაღაც უგეგმოდ აშენებული შენობები, ძალიან დაბალი არქიტექტურა, მაგრამ ეს არის ის ქალაქი, რომელიც აერთიანებს ევროპას და აზიას. უზარმაზარი ხიდია გადაჭიმული და ეს ხიდი ამთლიანებს, აკავშირებს აზიას და ევროპას. მის ყოველად უწმინდესობას ბართლომეოს პირველს შეუსრულდა 20 წლის თავი პატრიარქობის. მას მიულოცეს მრავალმა დიდმა ადამიანებმა, მას მოვიდა
სტუმრად მრავალი ქვეყნებიდან სტუმრები, ძირითადად ბერძნები, მან მიიღო მისალოცი ობამასი, პრეზიდენტის, ამერიკის პრეზიდენტის, ბუშისა, ჰილარი კლინტონისა, ცნობილი პიროვნება ამ პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ გვქონდა საუბარი მომავალი მართლმადიდებელი კრების შესახებ. მას ძალიან უნდა რომ შეძლეს კრება მართლმადიდებელი ეკლესიების, მაგრამ ჩვენ განუცხადეთ მას, რომ არ შეიძლება კრების მოწვევა, თუ არ იქნება მოწესრიგებული ის საკითხები, ის პრობლემები, რომელიც დგას მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. მან ასეთი აზრი გამოთქვა, რომ ეს საკითხები, ეს არის ავტოკეფალიის საკითხი, თუ ვინ მიანიჭებს ავტოკეფალიას ამა თუ იმ ეკლესიას და დიპტიხის სახელი, დიპტიხის საკითხი. ესე იგი, რომელი ეკლესია რომელ ადგილზე უნდა იდგეს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს რთული საკითხებია და ასე ადვილად ვერ გადაწყდება. განსხვავებული შეხედულება აქვს სხვადასხვა ეკლესიებს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო პატრიარქი როცა იყო დადგენილი, იგი იყო ასეთი ტერმინოლოგია, ასეთი წინადადება, რომ ეწოდოს მას მსოფლიო პატრიარქი, რადგან კონსტანტინოპოლი არის დედაქალაქი მეფეთა. ეს მეფე არ არის, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი მაინც არის და დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მას მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობისათვის. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ისეთი მუდამ რაღაც არაჩვეულებრივი პოზიცია უკავია საქართველოს. მაგალითად, მსოფლიო პატრიარქის წინადადებით ყველა ტაძარი, რომელიც ამა თუ იმ ეკლესიის გარეშე არის, მაგალითად ქართული ტაძრები ევროპაში, ამერიკაში, თქვათ რუსული და ასე შემდეგ, ყველა უნდა ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს. ასეთი აზრის არის, რადგან მსოფლიო პატრიარქია. მრავალი ეკლესია ეწინააღმდეგება ამას და ასეთი აზრისადი არიან, რომ უნდა ეკუთვნოდეს დედა ეკლესიას. მაგალითად, ქართული ტაძრები საქართველოს პატრიარქს და ასე შემდეგ. ხო და აი სადღაც შუაში მოვხდით ჩვენ ასეთი აზრი გამოვთქვით, რომ უნდა ეკუთვნოდეს დედა ეკლესიას, თუ აქვს სურვილი მრევლს
იყოს დედა ეკლესიის მრევლი, თუ იმას აქვს სურვილი, რომ მსოფლიო პატრიარქთან იყვნენ, დედა ეკლესია არ იქნება წინააღმდეგი. აი ესეთი შუალედი, ოქროს შუალედი არის. ასე რომ ბევრი საკითხია და ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი კრების მოწვევა ძალიან საშიშია, შეიძლება წარმოშვას ახალი განხეთქილება. უნდა ითქვას, რომ დიდი სიწმინდებია კონსტანტინოპოლში. ჩვენ ვეთქვიეთ წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილებს, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის წმინდა ნაწილებს, სხვა წმინდა ნაწილებს. ეს იყო, უნდა ითქვას, რომ თავის დროზე თითქმის მსოფლიოს დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი. დღეს დიდია, მაგრამ ძალიან შეუხედავი და ძალიან უბრალო. მე იმედი მაქვს, რომ ის საკითხები, რომელიც დგას ეკლესიებს შორის, მოწესრიგდება ყველაფერი, მაგრამ დრო სჭირდება ამას. ერთი დიდი საკითხი, რომელიც მეტად საყურადღებოა საქართველოსთვის, ეს არის ქართული ტაძრები და მონასტრები თურქეთში. მათ ხელისუფლებამ გამოუშვა ასეთი ბრძანება, რომ გადაეცეს იმ ერს, ვისის ტაძრებიც არის თურქეთში. გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსებს. ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუციათ. და მე გავუსწავლე პრემიერ-მინისტრს წერილი, სადაც მე ვთხოვე მას, რომ ასეთი დიდი ტაძრები და მონასტრები, ოშკი, ხახული და სხვები უნდა იყოს გადმოცემული საქართველოსთვის. და ჩვენ გვიპასუხეს, რომ განხილვის პროცესშია ეს წერილი. მაგრამ მე დავავალე ელჩს და კონსულს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას და ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს. აი ასეთი საკითხები იდგა ჩვენს წინაშე და მადლობა ღმერთს, რომ თქვენი ლოცვით ყველაფერი მშვიდობით დაგვირგვინდა. შევთხოვ უფალს, რომ უფალი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ერისა და ეკლესიისა. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მე მინდა ასევე გადაგხსენოთ, რომ როდესაც ერი ჩვენი ერთად იყო ჩვენს ეკლესიასთან, მუდამ ძლიერი იყო ჩვენი ერი, მუდამ მშვიდობას სუფევდა ჩვენს ერში. როცა იყო წინააღმდეგობაერსა სწორედ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის,
მუდამ დაუძურებული იყო ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დაგვეცოთ, ღმერთმა გააძლიეროს და დამშვიდოს და გამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ორ მოძღვარს, დეკანოზი ნიკოლოზ გობეჯიშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. აქციოს მგდელი კონსტანტინე ხუროძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქციოს ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.